ფეხი დამოდოთ გულზე დავადგით. ეხლა შენი თითყვი თუ მე ვთქო. შენ თქვი. გამოგვიწერეთ. გამარჯობა. დღეს განვიხილავთ. გამარჯობა. გამარჯობა. დღეს განვიხილავთ თქვენს ერთ-ერთ შემოთავაზებას მატერიალისტებს, Seven Songs ფილმს, რომელიც წელს გამოვიდა. შემოწელობენ დაკოტა ჯონსონი, პედრო პასკალ და კრის ევანსი. ჟანრი ვახსენოთ, რომ არის რომანტიკული კომედია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ უნდა მოველოდოთ, რომ რაღაც ღრმად ფილოსოფიური განხილვა გვექნება, იმიტომ რომ ფილმი არ არის ეგეთი. კაი, დავიწყოთ. გვანსას უწერია ძალიან დიდი ასოებით, არაფერი ბლა. ამიტომ ფიქრობ, რომ ცოტა უნდა მონცამა უნდა ილაპარაკოს. მოლოდინები რაღაც განსაკუთრებული არ მქონდა, უბრალოდ სანამ ტრეილერი გამოვიდოდა და რამე გამოვიდოდა და ასე შემდეგ. გამიშდა ასეთი კითხვა. რა დამსახურება აქვს დაკოტა ჯონსონს ასეთი, რომ ერთ ფილმში ერთდროულად გადაიჭიმა ხერხემალზე კრის ევანსი და პედრო პასკალი. მე მინდა რომ განსატყუილს ვამხილო და თქვა, რომ მას ჰქონდა ერთი დიდი მოლოდინი, რომელიც ამ ფილმმა არ აუსრულა. ტიტლიკანა პედრო პასკალი. ხო, ანუ ერთადერთი მეთქი ეს პედრო პასკალს და კრის ევანს რაღაც საინტერესო სცენას ვნახავდით, იმიტომ რომ ასეთი პოსტი შემხვდა და მე ხშირად იყო ხოლმე განცხადებები, რომ მილენიალების ჩელენჯერსი არის მატერიალისტსო და ანუ მაგიტომ ველოდებოდი, რომ მეთქი ვაიმე პედრო და კრის რასაპირებს მიჭებო და ანუ ამას რასაპირ უბრალოდ ერთ სცენაში ძლივსიდნენ ერთმანეთის გვერდით და მაქსიმუმი იყო ეს. სხვა შორის ძალიან დიდხანს არ თმოდა ხელს. შეიძლება. მაგიტო. რა იყო ჩადებული ამ ხელის? რა იგულისხმებოდა ხელი ჩამოთვლაში? რისი ჩამოთვლა იგულისხმებოდა? მე გეხვეწებით, პაპატიეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად რომანტიკული კომედიებისგან რას ველოდებით, ხო? რა თქმა უნდა, ჟანრია ისეთი, რომ ველოდებით გართობას, რომ რაღაცა, რა თქმა უნდა, ადამიანებს ზოგადად ძალიან ხანგრძლივი ცხოვრება გვაქვს და დრო ძალიან ბევრი გვაქვს და საკარგი და შესაბამისად გვაინტერესებს როგორ შეიძლება რომ ეს 2 საათი მაგალითად ჩვენი დროის გავიყვანოთ. და რა თქმა უნდა, რომანტიკული კომედია არის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც ამ რთული მისიის შესრულებაში გვეხმარება. მაშინ ჟანრზე ვთქვათ, როგორ გაამართლა რომანტიკული კომედიის ყოველ შემთხვევაში არ გაამართლა კითხვის დასრულებასაც კი არ დაგაცდი, იმიტომ რომ დრამატურგიულად შეიძლება რაღაც რომანტიკული თქვა, მაგრამ ანუ კომედია როცა სახად არ იყო ეგერთია, მაგრამ რომანტიკულობას რო გითხრა ძალიან გასაგებია რომ აქ ეს რომანტიკულობა მაინც არ გულისხმობს იმას რომ აი ერთ ბალმა გიდასთან ვარდიშუაში და ესე უნდა ისხნე ვაჟბატონი და რაღაცა სახელი რა თქვა მატერიალისტს მაგრამ ესი მე მგონი ზედმეტი იყო ერთი ესი ჩემთვის ძალიან შანსზე უბრალოდ იმას ვიტყოდი რომ რომანს ოკეი იყო რაღაც თან ანუ ერთი ის მინდა ვახსენო უბრალოდ რომ რომანტიკული კომედია იყოს შეიძლება ორი ადამიანის რომანტიკული კომედია მაგრამ რა თქმა უნდა ეს კლიშე გავრცელებული რაც არის რომ აუცილებლად უნდა იყოს სასწავლო სამკუთხედი როგორც წესი ერთი გოგო ორი ვაჟი და როგორი ვაჟი კი არა ვაჟბატონი კიდევ უფრო კლიშე არის რომ ერთი უნდა იყოს აუცილებლად დიდარი დიდარი ღარიბი ეგეც მაგრამ აი შეხედვისთანავე რომ იფიქრებ რომ აი ამასთან დარჩება იმიტომ რომ აი ეს არის უფრო პროტაგონისტი და არა ანტაგონისტი ანუ მართალია პედროს პერსონაჟი ანტაგონისტი ნამდვილად არ იყო მაგრამ თავდაპირველად რომ შეხედავ ამ ჯონს და ჰარის ჯონი არის კრის ევანსი ჰარი არის პედრო პასკალი მაშინ ვიფიქრებ რომ რაღაც ცოტა ჰარის აქვს ისეთი ელემენტები რომ არა მთავარ პერსონაჟთან ის არ უნდა დარჩეს ეს კლიშეები ყველაფერს checking boxes ყველაფერი არის ამ ფილმში და მაგაზეს დავხუჭავდი ხოლმე იმიტომ რომ რომანტიკული კომედია ისევ და ისევ არ გამოირჩევა ანუ რაღაცების რღვევით თუმცა ეგ შეიძლება ნებისმიერ ჟანრულ კინოზე ითქვას მაგრამ აქ ხომ თავარი ის არის რომ ჟანრის რაღაც კანონები რაღაც მხრივ მაინც დაარღვევა ფილმში თორემ მაშინ გამოდის რომ ერთი და იგივე ფილმს აჩვენებ უბრალოდ სხვა პერსონაჟებიც შერაღან არ გეცინება ეს იმას არნიშნავს რომ კომედია არ არის და აქ რამაგარ ხუმრობა სიტყვიან ვის როგორ უფრო სასაცილოდ აუსრიალდება ფეხი ბანანზე მაგაზე არ არის ჟანზეა საუბარი ამას თუ მიყვება ამაშია საქმე და რა ის რომ თვითონ ხუმრობა იყო თუ არა სასაცილო იმიტომ რომ ჭროვის მორჯულებაში როა ჩელენტანოს პერსონაჟი როტირის იმიტომ რომ ჩაპლინის პერსონაჟს ბანანზე ფეხი უსრიალდება და ტკივაო და იმას ეგეთი აღქმა აქვს და რაღაც მაგრამ კომედიად ხო ფილმი დარჩა იმიტომ რომ წესებს მიყვებოდა ანუ ასეთი რაღაც არის შენ როგორ შეიგრძნო ის ან მარტივად დასანახია და ძალიან
ზედაპირული და პლაკატურია, რომ ეს ფილმი ამ სიტუაციის მხოლოდ მაჭანკალების ბიზნესის გაშარჟებას ემსახურება. ფილმი ერთგვარად ეს გაშარჟება იმდან ზედაპირულია და ეს სექსიზმში გადადის გამაღიზიანებლად პლაკატურია. ხოთა შორის პლაკატურობაზე გამახსენდა დასაწყისზე თვითონ პლაკატურობაზე გამახსენდა substance-ია, იმიტომ რომ ოღონდ substance-ის ის კვერცხის და რა ის მომდევნო რაც დასაწყისი ძალიან თვითონ ფილმის შინაარს გიყვება, ანუ ამ ფრაზას ცუდი გაგებით არ მაგრამ არის ძალიან ესეთი ხო რა ფილმს ყურება დავიწყებ ჩავინიშნე მეთქი დასაწყისი კითხვის ნიშანი ნეტა აი რა გამოხმაურებას ჰპოვებს ეს დასაწყისი ფილმში და ან ბოლოს გოგო რა ქვია ლუს ხო ბოლოს ლუსი რო საუბრობს და ეგ ისევე გამოხმაურის კადრები რო შემოდის და რაღაც ნუ მაგას ჯობდა რომ საერთოდ აღარ მიბრუნებოდა ანუ ხო ამოუწყდი ეგ რომ მოხდა და არც დამთავრდა ფილმი მე ისე გადავდივარ და კრის ევანსი ჩანს, რაც თვალს ძალიან ესიამოვნა რა საკვირველი იმდა რომ კრის ევანსი იყო, მაგრამ გონებას აღარ ესიამოვნა, იმიტომ რომ რანაირად ასე ვიცი რა არის? კრის ევანსი რო ჩდება მაგ სცენაში, ბექგრაუნდზე ანუ ძალიან კარგად თავიდან ჩანს, რომ არის პირველყოფილური მუზეუმი. ხო. ამიტომ ანუ რაღაც საჭირო იყო იმ სცენის ანუ დაბრუნება იმ პირველ დასაწყისთან, პროლოგთან. უკეთესი იქნებოდა, რომ ეგ საერთოდ არ ყოფილიყო, გამოჩენილიყო პირდაპირ კრის ევანსი ბექგრაუნდზე ის იმიტომ რომ ანუ ისეთი დასაწყისია რომ გაგახსენდება რა ანუ მაგაზე როგორც კი უკან იმ ხელა პირველ ყოფილების პლაკატს და იმებს დაინახო რომ გაგახსენდება როგორღაც რა მე თუ ხვდები ეს რეჟისორი რომელსაც ბიუჯეტი აქვს რომ ესეთ ფილმი გადაიღოს და ესეთ სახეობებთან ითანამშრომლოს ის როგორ ვერ ხვდება მე მგონი რა არის ზუსტად იმიტომ რომ მიხვდი ძალიან კარგად ხდება მაგრამ ეგ უარესია მე მგონი სულ თავიდან რაც თქვით რომ არ არის ეს ისეთი ფილმი და ამიტომ ყველაფერს ამარტივებენ ბოლო დონემდე მოდი ასე ვთქვათ მოლოდინი რა მქონდა და რა მინდოდა ყოფილიყო ანუ გასაგებია რომ არლიკანა პედრო მაგის გარდა ხო მინდოდა რომ კი მინდოდა რომ რაღაც იმაზე მეტი ყოფილიყო ვიდრე უბრალოდ მართლა დროის ფუჭა დასაკარგი ფილმი ბოლო დონეზე გაამარტივა და თანამდროს ისიც არ აქნა რომ ანუ ეს სახეობები იყვნენ რასაკვირველია ყურადღების მისაქცევი საშუალებები მართლა ეგრე ხო არა რაღაც აი ვაიმე პედრო არ გამოშედი და რაღაცა მაგრამ რაღაცა ხო უნდა მომცეს ამ სახეობის ამ ფილმში ყოფნა არაფერი არ მოსან პედრო პასკალი იქნებოდა იქ თუ ვიღაცა მენგლო ხანკვალი ძალიან მაგარი სახეობი მენგლოხა. თუ კრის ევანსი თუ ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ვინ სახეობი იქნებოდა თვითონ ფილმის უკვე ჩართულ ფილმზე დიდად მნიშვნელობა არ იქნებოდა თავიდან აი ტრეილერს რო უყურებ და გინდა რომ ეს ფილმი ჩართო, კი მან ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომ დაკოტა ჯონსონი ახსენეს, მაგრამ აი ფილმს რო ჩართავ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეძლო ამ სახეებს მიეცათ ფილმისთვის, არაფერი არ გამოიყენა. ჯერ როგორც სამსახიობო შესაძლებლობები, გასაგებია რომ დიდად არ ითხოვს ასეთი ჟანრები, მაგრამ ცუდი სახეობი როცა ხარ ასეთ ჟანრებში ძალიან კარგად ჩანს, როცა არ ვარგი ხარ, ფიზიკურ აი ეგეც კი არ გამოიყენა, ანუ ვინმე დაადანაშაულებდა რომ რატო გამოიყენა ხა იმან რომ კრის ევანსი მაგარი ნავარჯიშებია და მაგარი ის აქტორსი აქვს. ეგეც კი არ მანა. რა დამპალია დავიანი. ხო, როგორც პროფესიონალი კინომსმენი. ხალხო, თეთაზაი. ახლა ახდება. მით დაიწყეთ. კომენტარების სექციაში ყველა უროცავს თათაზანუკას, იმიტომ რომ თათაზანუკა ოფიციალურად დადასტურებულია. იგი არის კინომცოდნეის შემოუერთდა პროფესიონალობის რიგს. ხო. როგორც მივხვდით, ამ ფილმში ტექნიკურ საკითხებს საერთოდ არ ვლაპარაკებთ, იმიტომ რომ ტექნიკური საკითხები არ არის. ამიტომ პერსონაჟებსაც, ანუ რა თქმა უნდა, სამ პერსონაჟზე შეიძლება რაღაც თქმა და მე მგონი გვანცადა მეთანხმება რომ ჯონზე და ჰარიზე უკვე ვთქვით რომ ერთი არის ღარიბი, მეორე არის მდიდარი და ეს სრულიად პოლარული ერთმანეთსგან სრულიად საპირისპირო
ტიპები არიან, რაც რეალურად არის განსხეულება მთავარი პერსონაჟის, ანუ ლუსის შინაგანი კონფლიქტის. ამ სამი მთავარი პერსონაჟიდან მატერიალისტი რეალურად არის ლუსი. ვიცით, რომ ბოლოს ვისაც აირჩევს ლუსი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეგრე უნდა მოხდეს. მაშინ ანუ რაზეა ეს ფილმი, ანუ რატომ? რა ხდება საერთოდ? მე მართლა ვერ ხვდები, რატო უნდა მოგინდეს 2025 წელს ესეთი გადაღეჭილიც აღარ ქვია უკვე გადამუშავებული და ეხლა თუ არ გავჩუნდები ძალიან უძრდელო რაღაცას ვიტყვი ამიტომ. იცი როგორი ადრე იყიდებოდა ხოლმე ეგეთი კავები რომ ღეჭავდი და მე უცებ რაღაც გეგონება ფქვილი გეყარა პირმა დრო გადაიქცეო და ეხლა კი. ძალიან გამაღიზიანებელია, მართლა ძალიან გამაღიზიანებელია ესეთი ფილმის 2025 წელს ესეთი ფილმს უყურებ. ძალიან სულად მეტყობს რეჟისორზე. არა და წინა ფილმი ამ რეჟისორის Past Lives იდეურად კარგი ფილმია. რაღაცებით მართლა კარგი ფილმია რა. ეხლა იმაზეც არ გავგიჟებული ვარ, მაგრამ უბრალოდ ანუ რო შევხედე რეჟისორს და გადავალვებ ფილმებს, თვალი საერთოდ მე მგონი ეს ორი ფილმი აქვს ჯერ რამდენადაც ვიცი, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, ანუ იმის მერე ეს რატო წესით უნდა ელოდო რაღაც იდეურადაც თუნდაც რაღაც უკეთესი და ხარისხითაც უკეთესი იქნება შესრულებით, მაგრამ ძალიან დიდი დისონანსია ამ ორ ფილმს შორის და მე უბრალოდ ძალიან გამიკვირდა ამ რეჟისორისგან რა. ხონცა დეპრესიაში. კარგი, კიდე კაი ახსენე, აღარ მახსოვდა. ხო ეს Past Lives მე მომეწონა ეგ ფილმი, ხო ამ შემთხვევაში მომეწონა. უბრალოდ ასეთი რაღაც ხდება ხოლმე ხშირად რა. ჰოლივუდელი რო არ არის, რომ მიეცემა ხოლმე საშუალება, იმიტომ რომ Past Lives ძალიან მაგარი გამოხმაურება ქონდა და აი დღემდე ხშირად ახსენებენ ხოლმე მაგ ფილმს ასე გააჟღერებენ ხოლმე და ეთყობა რავი რომ მიცეს საშუალება შეიძლება შეკვეთა იყო იმ ხრო სცენაριο არსებობდა მოდი აბა შენ გადაიღე ან შეიძლება რომ რაღაც ასე ხდება ხოლმე ზოგჯერ რომ ხო რეჟისორი ყველაზე მნიშვნელოვანი არის წესით გადასახმოდი და ზოგადად ეგრეა მაგრამ ჰოლივუდი ხო ცოტა სხვა სქემით მუშაობს და არის ხოლმე ხშირად ისე რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ბოლოს ირჩევენ ხოლმე ვინ იქნება ფილმის რეჟისორი და ამ შემთხვევაში შეიძლება ასეთი რაღაც იყო და შეიძლება ამ ადამიანმა უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან ის რომ ასეთ რეჟისორებთან ის ასეთ მსახიობებთან იმუშავა ანუ ერთი შეხედვით შეიძლება თქვა რომ როგორ გინდა გაამტყუნო და რაღაც ახლა გამტყუნების რეჟიმში ახლა ჩვენ ნამდვილად არ ვართ მე მგონი პერსონაჟის ანუ პიროვნულ განვითარებაზეც და ამ სიუჟეტურ ხაზზეც არ ღირს ღრმად ლაპარაკი იმიტომ რომ მართლა არ იმსახურებს ანუ ეგ არა ერთი პრობლემასავით ანუ რაღაც პრობლემა ხო უნდა ყოფილიყო ფილმში გარდა იმისა რომ ეს თუ ის სოფის პერსონაჟი რო შემოვიდა ერთადერთი სტორილაინი რომელიც რაღაცად ღირდა ჩემი აზრით იყო ეგ იმიტომ რომ ეგ მართლა ისეთი პრობლემა იყო რომ მაგ პრობლემაზე ცოტა სხვანაირად რო აგებულიყო ეს ფილმი და არა ამ სტერეოტიპებით და ჟანრული სრულიად ყველა ჩარჩ ანუ არც ერთგან რო არ ცდება ჩარჩოს აი თითქოს ისე არის რაღაც გაფერადებული რომ აი ოდნავადაც არ არის გადმომცდარი შავ კონტურს. არა და რეალურად ეგ პრობლემა როცა წამოიჭრა და ეგ სტორილაინი და რეალურად მაგან გამოიწვია მე პერსონაჟის ცვლილებები და პერსონაჟის განვითარება და მე ვის აირჩევდა და ასე შემდეგ, ანუ ძვრები მანდ დაიწყო, თუმცა როგორ უკავშირდება რეალურად ამის მატერიალიზმს ეგ კონკრეტული შემთხვევა ეგ უფრო მორალურად ჩაახედა საკუთარ თავში მაგ კონკრეტულმა პრობლემამ და ამიტომ არ ვიცი ეგრე როგორ დაკავშირდა, მაგრამ ნუ ფაქტი ის არის რომ მაგ მომენტიდან იწყება მისი რაღაც განვითარება და ცვლილებები მასში. მაგაზე რომ აგებულიყო ფილმი, რაღაცა გამოვიდოდა. ჩვენ ოპერატორთან ერთად ვუყურებდი ამ კინოს სურათს და როდესაც ეს პრობლემა წამოიჭრა წინ, მან გააკეთა ასეთი განცხადება, ასეთი კომენტარი დასინა, რომ ესო რა ხდებაო, ეხლა რა შუაშიაო ეს ყველაფერი და მე უთხარი რომ მეთქი, მოდი აბა დაველოდოთ, იქნებ როგორ განვითარდეს მოვლენები. ანუ რა გამოდის მე იმედი მაინც დავიტოვე, ხომ შანსი მივეცი კინოს სურათს, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა და ნუ ასე თქვა დაველოდე მართლა რომ რაღაცამ რაც შემაკავა იყო ის რომ აი იქნებ გამოიყენოს ეს არანაირად არ გამოუყენებია ისიც რომ პერსონაჟის გარდაქმნაზე რამენაირად იმოქმედა ასეთი ანუ იმდენად ზედაპირული იყო და ისე ყველაფერი ხდებოდა რომ უბრალოდ რაღაც გაჩვენა სოფის პრობლემა მაგიტო ხდები რომ ეთყობა ამას უკავშირდება თორე ეგ პრობლემას რო არ ეჩვენები და იმდენად ზედაპირზე ხდება ამ პერსონაჟის ცვლილება და საბოლოო დასკვნამდე მისვლა ანუ არალოგიკურად უბრალოდ ხდები რომ რაღაც მართლა
საწყისი ეგ არის, იმიტომ რომ მაგის მერე იცოდება, მაგრამ რა შუაში რა მატერიალიზმთან ეგ მართლა მორალური ცვლილებაა უფრო ვიდრე ის რომ ანუ ფულთან რა კავშირშია ეგ. ეხლა შევხედე რა შევწერე კიდე. ლუსის და ჯონს საკმარისი ეკრანული ქიმია არ აქვთ იქიდან გამომდინარე რომ საკმარის დროს არ ატარებენ ერთად ეკრანზე. ბოლოს თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო მონაკვეთს, როცა მანქანით სადღაც მიდიან და ასე შემდეგ, იქამდე ხო არ ვიცი, რომანტიკულ კომედიაში ხო ზოგადად ანუ მნიშვნელოვანი ეგ არის, რომ მაყურებელი უნდა გულშემატკივრობდეს რომელიმე წყვილს ან ასე შემდეგ, ანუ ეგ ხო ამ ჟანრში დევს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ან ჰარისთან ქონდა განსაკუთრებული ქიმია და მსახიობებს ვერ დავაბრალებ ხა ამას, ალბათ ისევ და ისევ სცენარის ზედაპირულობიდან გამომდინარეობს, მაგრამ კიდე ჰარისთან მეტი ქიმია ქონდა ვიდრე ჯონთან, იმიტომ რომ ეკრანული დრო იყო მეტი და ასეთ შემთხვევაში, როცა იმის გადმოცემას თუ ვცდილობ, რომ აი soulmates არიან და ბოლოს ერთად თან თავიდანვე რო იცი რომ ამასთან დარჩება, რაღაც მეტი უნდა მოგცეს. ეგეც კი ვერ გააკეთა რა და ეგ იყო ყველაზე მინიმალური, რაც ამ ჟანრის ფილმს მოეთხოვება. ცოტა ხნის წინ განვიხილეთ შემწვარი მწვანე პომიდრები, რომელზეც ასევე ცოტა ვისაუბრეთ. იქაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის ფილმი, ბევრს ვერ ილაპარაკებ, მაგრამ რო უყურებ, ქსიამონებს რა ყურება და ეს ასეთი ფილმი არ იყო. ჩემთვის ასე არის, ხა ვიღაც შეიძლება ძალიან მოეწონოს და ხა სუბიექტური ის არის. აი არაფრად არ ვარ და ეს ფილმი დამღალით უკვე. ფოტოსესია ბევრად უფრო საინტერესო იყო ფილმის ფოტოსესიები, ვიდრე თვითონ ფილმი. კაი, დანარჩენი რავი, ეხლა ვისაც გინდათ ისედაც ნახავთ, ვისაც არ გინდათ, ძალიან კაი განსხვავებას იღებს სიმართლეობით. ხო, რა, კარგად. კარგად და გამოგვიწერეთ კომენტარებში და გვიწერეთ რა გინდათ რომ განვიხილოთ. მადლობა. მადლობა კი.